მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ გვაქვს მე-6 საუბარი თანამედროვე ქართულ ბესტსელერებზე, 10 ბესტსელერი. მე-6 ნომრად ჩვენ გვყავს თეონე დოლინჯაშვილი და მისი რომანი მემფისი. წიგნი თუ არ მახსოვს, სწორად მახსოვს, უფრო სწორედ გამოქვეყნდა და ალბათ 2005-2006 წლებში შეიძლება ვცდები, თუმცა ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ წუთას. და იმ წელს ბევრი კარგი წიგნი გამოქვეყნდა, თუმცა ამ წიგნზე იყო ყველაზე ხშირად საუბარი და ამ წიგნის ხსენება იყო ყველაზე ხშირად და შეიძლება ჩაითვალოს, რომ იმ პერიოდის ყველაზე გახმაურებული ბესტსელერიც კი იყო ეს წიგნი. ამას აქვს თავისი მიზეზები და ახლა მე უნდა დაუბრუნდე ცოტა წარსულში უნდა წავიდე და უშუალოდ ვიტყოდი მე მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისთვის, როდესაც ასე ვთქვათ, ჩვენ რელიგიურ აგრარული ეპოქიდან გადავდივართ სამეცნიერო ინდუსტრიულ ეპოქაში. და ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა ამ დროს საერთოდ ჩვენთან უფრო გვიან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ბედისწერა, რომ რაღაცები ჩვენთან გვიან ხდება, მაგრამ აი ამ პერიოდში მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ადამიანები იწყებენ აგრარული, ანუ ესე ვთქვათ, ბუკოლიკური საქმიანობიდან გადადიან ქარხნულ ინდუსტრიულ საქმიანობაზე და ეს წარმოშობს სრულიად ახალ და მანამდე უცნობ სოციალურ კლასებს, როგორიც არის ბურჟუაზია და პროლეტარიატი. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახა ასევე ლიტერატურაზე და მოახდინა უზარმაზარი გავლენა ამის გასახსენებლად და ამის, ასე ვთქვათ, დასადასტურებლად დავასახელებ ორ ავტორს, ფრანკ დიდ მწერალს ემილ ზოლას და ბრიტანელ ინგლისელ მწერალს ჩარლზ დიკენს. იყოს დიკენსიც დიდი მწერალი კი ბატონო, არ ვიტყვი რომ არ იყო. სწორედ მათ შემოქმედებაში ეხლა ასე მახსენდება, რომ ძალიან ნათლად აისახა ეს ცვლილება. თუმცა დამოკიდებულება, დიკენსის დამოკიდებულება და ზოლას დამოკიდებულება არის განსხვავებული. დიკენსი უფრო წერდა პროლეტარიატზე, ბავშვთა შრომაზე, პრობლემებზე, ამ ინდუსტრიალიზაციის და უშუალოდ სისასტიკეზე. და ზოლა უფრო წერდა ბურჟუაზიაზე და ხშირად იმ დროიდან რეცენზიებშიც რაღაც მიუთითებდნენ კიდეც, რომ ასეთი აღფრთოვანება ბანკირებით და ახალგაზრდა ბიზნესმენებით არც კი არის ლამაზი, მაგრამ ზოლას თავისი ხედვა ჰქონდა ამ ყველაფრის და პროგრესს და ამ ყველაფერში ხედავდა პროგრესს და წინსვლას. თეორიაც კი აქვს ნატურალისტური რომანის, ანუ ფოტოგრაფიული რომანის, სადაც გირჩევთ მე, ვისაც არ გაქვთ წაკითხული ემილ ზოლა, წაიკითხეთ, არ ძველდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მოძველებულია. ჩვენ სად ვართ ამ დროს? ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ბუკოლიკაში და სოფელში და ვწერთ ჯერჯერობით ასეთ დაუშვათ უფრო ფეოდალურ რომანებს, თუმცა ჩვენ და სასიხარულოდ ჩვენთანაც მოხდა ესეთი რაღაც და ესეთი რომანი დაწერა გიორგი წერესელმა პირველი ნაბიჯი, არ ვიცი გაქვთ თუ არა თქვენ წაკითხული, ფოთში რომ გემი შემოდის და ასე იწყება საქართველოს ინდუსტრიალიზაციის საქართველოში ასე შემოდის ინდუსტრიალიზაცია და პერსონაჟსაც საინტერესო სახელი აქვს ბახვა ფულავა. გვარი მიგვანიშნებს, რომ ფულთან არის ეს ყველაფერი კავშირში. ეხლა ამ ყველაფერს რა კავშირი აქვს თეონე დოლინჯაშვილთან, ხო? იმიტომ რომ თეონე დოლინჯაშვილი უკვე მე-20 საუკუნის და 21 საუკუნის მწერალია და ინდუსტრიალიზაციაც კარგი დიდი ხნის მომხდარია უკვე და მეორე მხრივ საქართველოში ინდუსტრია უკვე აიხნის ჩამოშლილიც კი არის ამ პერიოდში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ და რაც უბედურებები გადაგხვდა ჩვენ თავზე. მაგრამ კავშირი არის. იმიტომ რომ სწორედ ინდუსტრიალიზაციამ წარმოშვა ძალიან საინტერესო ფენა გვიანმა ინდუსტრიალიზაციამ უფრო სწორედ წარმოშვა ძალიან საინტერესო ადამიანების ფენა. რომელსაც ჩვენ ვეძახით საშუალო ფენას ვეძახით, ხო? საშუალო ფენა. მე ცოტა მიჭირს ამის გაგება, იმიტომ რომ
საერთოდ მე არ მჯერა რომ საშუალო ფენა არსებობს, იმიტომ რომ თუ შევადრით დავუშვათ რომ საშუალო ფენის ადამიანი სუფთა არითმეტიკულად რამდენად უფრო მდიდარია დავუშვათ ღარიბ ადამიანზე და მეორე მხრივ რამდენად უფრო ღარიბია დიდარ ადამიანზე გამოვა რომ არანაირი საშუალო ფენა არ არსებობს და ყველაფერი დარღვეულია და ეს არის რაღაცა ილუზორული მდგომარეობა და სინამდვილეში სიღარიბე. თუმცა ეს სხვა საკითხია. მაგრამ ილუზიას მოგეხსენება და ტყუილს მოკლე ფეხები კი აქვს, მაგრამ ძალიან დიდი ძალა აქვს, სანამ ეს მოკლე ფეხები გამოჩნდება და აქედან გამომდინარე აი ეს საშუალო ფენამ წარმოშვა თავისი პრობლემები, თავისი ესთეტიკა, თავისი ფილოსოფია და ასევე საკუთარი ცხოვრების წესი, რომელსაც ჩვენ სხვა სიტყვებით ვეძახით სტაბილურობა და დაცულობა. ანუ ეს ორი რაღაცა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ იქ სადაც არის სტაბილურობა, ალბათ მაღალი ალბათობით არ არის თავგადასავალი და იქ სადაც არის დაცულობა, იქ არ არის გართობა. ეს ძალიან თვალში საცემია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანს მოგეხსენებათ აქვს შინაგანი სურვილი და მიდრეკილება ზუსტად თავგადასავალებისადმი და გართობისადმი. ასე რომ გამომდინარე იქიდან რომ სტაბილურობა და დაცულობა იქცა თავარ პრიორიტეტად, გაჩნდა კიდევ ერთი მდგომარეობა, ზუსტად საშუალო ფენის ადამიანისთვის ძალიან დამახასიათებელი მდგომარეობა, რომელსაც მე ვიტყოდი და დავარქმევდი, არ მაქვს პრეტენზია ახლა რომ მე ვარ პირველი, ვინც ამას ესე არქმევს, ალბათ ეს არის მოწყენილობისგან გამოწვეული დეპრესია. რომელიც ეს მოწყენილობა და ეს ამის საფუძველზე გამოწვეული დეპრესია, ანუ ერთფეროვნება, სადღაც გაიძულებს რომ აჯანყდე და შეცვალო შენი ცხოვრების წესი. აი და ზუსტად აქ მივადექით თეონად ოლენჯაშვილის რომან მემფის. ეს წიგნი არის ზუსტად ასეთი პერსონაჟებით დასახლებული წიგნი, სადაც არის მოწყენილობის, საშუალო ფენის ადამიანების მოწყენილობისგან გამოწვეულ დეპრესიაზე და ამ დეპრესიისგან თავის დაღწევის, ანუ გარკვეულ თავგადასავალში მოხვედრის სურვილი. თუმცა ეს არ არის ადვილი საქმე. ეხლა ცოტა ხანით უნდა დაუბრუნდე ასევე ჩვენ მეორე წიგნს, რომელიც სიაში მეორედ გქონდა თამთამელაშვილის შაშვი მაყვალი და ეს წიგნები კარგი დასაპირისპირებელია, იმიტომ რომ გირჩევთ აი ესეც წაიკითხოთ, არ ვიცი მე თქვენ მემფისი გაქვთ თუ არა წაკითხული და შაშვი მაყვალზე ვიცი რომ გაქვთ წაკითხული მეტნაკლებად. ანუ კარგი დასაპირისპირებელია. ერთი მოგვითხრობს განაპირა პროვინციულ ცხოვრებაზე და მეორე მოგვითხრობს ურბანულ ცხოვრებაზე. ანუ ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული საშუალებები, აქვს მოგზაურობის საშუალება, ანუ თავდავიწყების საშუალება და გარეგნულად მატერიალური კომფორტი. განსხვავებით დაუშვათ თამთამელაშვილის წიგნისგან. ანუ ეს ორივე წიგნი არის ქალის ხმა, მაგრამ სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი ქალის ხმა არის. ეხლა შევეშვათ უკვე თამთამელაშვილს და მივხედოთ კონკრეტულად წიგნს. როგორ უნდა გავსაზღვროთ რა ჟანრია? ჟანრი რა თქმა უნდა ეს რომანია, მაგრამ რა ტიპის რომანია მემფისი? მემფისი არის არ ვიცი ქართულად ამას როგორ ქვია რა. romance. აი როგორ თქვა. არ არის ფლაც რომანტიკული წიგნი. ანუ სტილისტურად და ასე შემდეგ ეს არის რომანსი. ანუ ფლად არ გულისხმობ რაღაც სასიყვარულო წიგნს, არამედ სტილისტურად ზუსტად ესეთი ემოციებია ბევრი ამ წიგნში. მეტაფორისტიკა, სტილი, ყველაფერი არის ემოციები. ზე აგებული, ანუ თავგადასავალის
სურვილზე აგებული, თავისთავად სურვილი მოგეხსენებათ ყველაზე ემოციური რამ არის ცხოვრებაში. მე ვიტყოდი, რომ სურვილი უფრო ძლიერია, ვიდრე რეალიზებული სურვილის ემოციაც კი. ასე რომ საკითხავად, რაც შეეხება ეს წიგნი, არ მიყვისო იპოვა ძალიან ისეთი ფართო აუდიტორია, იმიტომ რომ სტილისტურად აი ასეთი წიგნია, მაგრამ ამავე დროს აქ არის გარკვეული ეგზისტენციალური ძიებები. ოღონდ როდესაც ამას აღნიშნავთ, ეგზისტენციალურ ძიებებს, აქ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ არ ვლაპარაკობთ არც დაკარგულ ადამიანზე, დაუშვათ, როგორიც არის კამიუს უცხო, ან როგორ არის სარტრი ქართულად ნათარგმნი გულზიდვა დაუშვათ, ხო? მისი რომანი ალბათ ესე უნდა იყოს წესით ნათარგმნი, ან რა ვიცი. წევა არ ამგონია, რომ ეს ეგრევე თარგმნათ. გულისრევა შეიძლება, ნუ გულზიდვა არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა ამას გადამწყვეტი სარტრის. ანუ ეს არ არის კონკრეტული ინდივიდზე აგებული ეგზისტენციალური რომანი, მაგრამ შეიცავს ეგზისტენციალურ საშუალო ფენის მეტნაკლებად რეალიზებული ადამიანის ეგზისტენციურ ძიებებს. როგორი შეიძლება ახლა ეს იყოს მოცემულობიდან? ანუ ავტორი, როდესაც შედის ველზე, ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე, არა მხოლოდ ენაქმნის ბედისწერას, არამედ პერსონაჟიც, მისი გარემოებებიც გარკვეულ ბედისწერას ქმნიან უკვე მწერლისთვის, ავტორისთვის, რომ ვერ წახვალ ისევ დაუბრუნდები ჩვენ თამთას წიგნს, იმიტომ რომ მაშინაც აღნიშნეთ, რომ ამ წიგნს აქვს ზუსტად ეს სტილისტური პრობლემა, რომ სადღაც ჩვენ ვერ უშვებთ, რომ ამ ადამიანს შეიძლება კონდეს ესეთი ფიქრდადენა, ესეთი შინაგანი მონოლოგი ან ცნობიერების ნაკადი, იმიტომ რომ ვერბალურად ვერ არის განვითარებული. აქ ჩვენ გვაქვს პირიქით. ეს ადამიანი არის ვერბალურად განვითარებული, მაგრამ აქ არ არის რაც არ აქვს საშუალო ფენის ადამიანს. ანუ ყველა ტკივილი, ყველა სურვილი საშუალო ფენის ადამიანში არის ტყუილი. და რატომ მაინც რა სტრუქტურას ვამტკიცებ ამას, რომ ეს უნდა იყოს ტყუილი? იმიტომ რომ შენი ტკივილი და შენი სურვილები რომ იყოს მართალი, შენ ან ძალიან ბევრი უნდა გქონდეს დასაკარგი, ან არაფერი არ უნდა გქონდეს დასაკარგი. როდესაც შენ გააქვს რაღაც დაუშვათ ორი სკამი, რაღაც ერთი შეხედვით მოწყობილი ცხოვრება, სინამდვილეში შენ ხარ მატერიალისტი. და აქედან გამომდინარე, შენი ყველა ეგზისტენციური ძიება, რომ მიხვიდე სიმართლემდე, გამოიწვევს ორ რამეს, რომ ან მაინც შეინარჩუნებ ამ ცხოვრების წესს, ან საერთოდ ამოვაყირავებ ყველაფერს, მაგრამ ვერ ყველაფერი რომ ამოაყირავა ტოლსტოიმ ისიც რომ ძალიან ღრმა ასაკში. და არ უნდა დაგვაუწყოს, რომ ტოლსტოი იყო ძალიან დიდარი მემამულე და გრაფი. ანუ რაღაც სოციალური ფენის ადამიანებს სურვილები რჩებათ სურვილებად. და ზუსტად ამაზეა ეს წიგნი. თუმცა წიგნი არის ძალიან კარგად გაფორმებული, ვერიტყვი, გარემოებები, პეიზაჟები, ეს ყველაფერი ქმნიან რაღაც ველს და აქედან გამომდინარე, სულ ფიქრობ მე რომ ამ წიგნს ყავდა ძალიან კონკრეტული მკითხველი. ძალიან კონკრეტული ტიპის მკითხველი და ფსიქოტიპი. ოღონდ მე როცა ამას ვამბობ, რომ ეს წინასწარ განწირული და მარცხის ბრძოლაა, ხო? და არ შეიძლება ეს მართალი იყოს, იმიტომ რომ ჩვენ აქ საშუალო ფენის ადამიანებზე ვლაპარაკობთ, ხო? აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ამ წიგნის გამოცემა ზუსტად ამ ფენის შექმნის მცდელობას დაემთხვა საქართველოში. 2005, 2006, 2007, როცა ჩვენ გვეგონა რომ ჩამოვაყალიბდებით საშუალო ფენას, იქნებოდა ყველაფერი კარგად და ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრებდით, რომელშიც მე არასდროს არ მჯეროდა რომ ვიცხოვრებდით, მაგრამ ჩემთან განსხვავებით ძალიან ბევრ ადამიანს ამის ჯეროდა. აქედან გამომდინარე მოხდა ეს დამთხევა. რომ წიგნი დაიბეჭდა ძალიან საჭირო დროს, ძალიან საჭირო პერსონაჟებით. აი წარმოქმნილი, აი ეს მე რასაც ვეძახი რომ წინასწარ განწირული, ანუ მოგონილი ტკივილის
მოგონილი ტკივილია, იმიტომ რომ შენ თუ ეს ტკივილი არ გაიზულებს ყველაფერი დაათმო, მაშინ ეს ტკივილი არის მოგონილი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ეს ტექსტი არის ერთგვარი გართობა. როდესაც ადამიანი ცდილობს რაღაცისგან თავის დაღწევას, თუმცა სინამდვილეში ეს არის უბრალოდ გართობა, რომ მეც გავიბრძოლე და შემდეგ უნდა დავბრუნდე იქ, სადაც მე ვეკუთვნე. რასაც და როგორც ვეკუთვნე. მე არ ვიცი ხა თეონას მიზანი რამდენად იყო ამ ყველაფრის შექმნა. ეს არის ჩემი პირადი დამოკიდებულება და ჩემი პირადი აზრი ამ ტექსტზე. სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ სპეციალურად არ გადავიკითხე ახლა, რომ მოვდიოდი, იმიტომ რომ მინდა მახსოვდეს ისე როგორც თავის დროზე რომ წავიკითხე. ეს ტექსტი, იმიტომ რომ მაშინ ძალიან დაემთხვა ეს ყველაფერი ერთმანეთს. თუმცა მაშინ მეც ძალიან ახალგაზრდა ვიყავე, თითქმის 20 წლის წინ, ხო? ნამდვილად 30 წლის ვიყავე ალბათ, ხო? ალბათ რატო? 30 წლის ვიყავი და აი ზუსტად მაშინ ამებზე მქონდა მე პროტესტი, რომ აი ეს ხალხი იგონებს რაღაცებს, თითიდან წოვენ ტკივილებს, პრობლემებს, ასე შემდეგ და სინამდვილეში არა აქვს პრობლემა. თუმცა გავიდა წლები და მე მივხვდი, რომ ზუსტად ეს მოგონება რაღაცის და გამოგონება არის ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც გექცევა ხოლმე ცხოვრებაში და შენ თავს დააბრალებ იმას, რაც სინამდვილეში არც გინდა და ვინც სინამდვილეში არ ხარ. მაგრამ ამის გარდა ამ წიგნს აქვს თავისი, რა თქმა უნდა, ტრადიციული ქართული ამ პერიოდის რომანისტვის უყუსლები წარსულში. წარსულში მოგეხსენებათ, ახლა იყო ომი, გაჭირვება, უშუქობა და რასაც დღემდე ვერ შეეშვა ქართული ლიტერატურა ამით სპეკულირებას, მე ვიტყოდი, უკვე ძალიან სპეკულიანტობაში გადავიდა ეს ყველაფერი. ესეც ჩემი აზრია, ვისაც რაზე უნდა იმას წეროს. თუმცა აქ არის მეორე მნიშვნელოვანი რამ, რომ ერთია, როდესაც ამაზე გიყვება შენ მეტნაკლებად შემდგარი ადამიანი, თითქოს ის რომ დღეს მე არაფერი არ მჭირს შესაძლოდი, მაგრამ აი როგორ ვიყავი, რეები მაქვს გავლილი, როგორ გამოვედი აქედან და თითქოს ესე ოდესღაც მე ცხოვრება მქონდა. და ჩემი ცხოვრება არ იყო დაუშვათ აი ეს რაღაცა სტაბილურობა და დაცულობა. მიუხედავად აი ამ კონტექსტისა, ტყუილად არ მიხსენებია მე ამ წიგნის ჟანრი, ეს არის მაინც აი რომანსი, რომელსაც ალბათ სხვა ქვეყანაში რომ დაწერილიყო, კარგად წაიკითხავდნენ მატარებლებში, ცისფრინავებში, გზავრები და ალბათ თეონა არ იქნებოდა დაუშვათ მარტო ლოკალური ეხლა რა ბესტსელერი არ იქნებოდა, ეს იქნებოდა წიგნი, რომელსაც ბევრი ადამიანი წაიკითხავდა. გასართობად, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ცხოვრობს ამ მდგომარეობაში. რაც შეეხება ეხლა ამ ტექსტის მხატვრულ ღირებულებებს. ჩვენ როგორც უკვე ვისაუბრებთ ბევრ წიგნზე ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა ბესტსელერი, თუ არ არის შემთხვევითი ბესტსელერი, აგებულია ძალიან უკაცრავად ძალიან ტრადიციულ სქემაზე. ეს წიგნიც არ არის ამ მხრივ გამონაკლისი. თუმცა ამ წიგნში თუ რამე არის ისეთი, რომ გამოარჩევს სხვა ბესტსელერებისგან, ეს არის ავტორის მეტაფორული აზროვნება, რომელიც ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ძალიან გადაჭარბებულია და ძალიან დამძიმებულია ამით ტექსტი, ან პირიქით ვიღაცებს მოწონთ ეს მეტაფორისტიკა და ხშირი მეტაფორები და პირიქით აღფრთოვანებულებიც კი იყვნენ. თუმცა მეტაფორა არის ძალიან თავისი არსით ძალიან სახიფათო რამ. აქ უნდა გავიხსენოთ ალბათ ოთარ ჭილაძე, რომლის პროზაც ძალიან მეტაფორულია და ხშირ შემთხვევაში თვითონ მე არ მაქვს მეტაფორული აზროვნება და აქედან გამომდინარე მე ძალიან სუბიექტური ვარ, რომ მე ეს ხერხი განსაკუთრებით ხო
თუ ხშირად არის გამოყენებული, მე მაინც და მაინც არ ვარ ესეთი რაღაცებით აღფრთოვანებული, მაგრამ ნუ ეს ჩემი ძალიან პროზაიკოსის ესეთი მეცნიერების დონეზე, მეცნიერულობის დონეზე დაყვანილი შეხედულება არის, მაგრამ ვიღაცებს პირიქით ეს მიანჩნიათ ძალიან დიდ მიღწევად და მესმის იმ ადამიანების, იმიტომ რომ მეტაფორა არის აზრის შეკვეცის ხატრული ხელხი ჩემთვის. როდესაც აი უნდა გააგრძელო დაუშვათ რაღაც აზრი, წახვიდეს სიღრმეში და შენ ამას კვეცავ და ტოვებ ზედაპირზე. აი ეს წიგნი არის ძალიან მეტაფორული, მაგრამ რახან ჩვენ ბესტსელერზე ვლაპარაკობთ, რომ ეს წიგნი ჩანაფიქრიც ეს იყო, ალბათ, რომ უნდა წაეკითხა ბევრ ადამიანს და რა თქმა უნდა წერლის და ნებისმიერი ავტორის სურვილია რომ გავიდეს კითხულთა, რა ვიცი, ურიცხ რაოდენობაზე ყველას უნდა ზუსტად მაშინ ამ გაგებით მე რაზეც ახლა ვთქვი რომ მე პირადად არ მომწონს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა რომ ავტორმა გადაწყვიტა ზუსტად აი ესეთი მეტაფორებით მოეთხრო თავარი პერსონაჟის ისტორია. ისტორია ახლა თავისთავად ძალიან ის არ არის. გამორჩეული ისტორია ვერ იქნება. გამორჩეული არის იმიტომ რომ თავის დროზე თავარი პერსონაჟი ქალი ჩვენ ხა ცოტა ხანს უკან უნდა დავიხიო და გავიხსენოთ თეონა როგორ მოხვდა საერთოდ ლიტერატურაში. ანუ თეონამს დაწერა მოთხრობა რომელსაც ერქვა ფიდაი, ხო? ამინე რაღაც როგორ ერქვა გურამ გახსოვს შენ ეს ფიდაი, ხო? რომელიც აი გამოჩნდა რაღაც ქალი, რომელიც არის სინამდვილეში იფეთქებს თავს და არის ტერორისტი, თუმცა იქამდე დადის და მისი რაღაცა აღწერა გარკვეულ კონკრეტულ სივრცეში და კონკრეტულ დროში და ამან გამოიწვია დიდი ხმაური, რომ მოვიდა წინვალე ახალი საინტერესო ავტორი. ალბათ ამის მიზეზი არა მხოლოდ ტექსტუალური იყო, არამედ ის, რომ მაშინ ძალიან გვაკლდა ჩვენ ქალი პერსონაჟები. რითიც ახლა მეც უმკითხავ უკვე ძალიან გადაიტვირთა ქართული ლიტერატურა და მე ცოტა უკვე მომთქნარებს ამაზე, მაგრამ მე ნუ მისმენთ ეგეთ რაღაცეებში მაინც. და შემდეგ მოხდა დაიბეჭდა მემფისი. მემფისიც რა თქმა უნდა მთავარი პერსონაჟი არის ქალი, ოღონდ უკვე ტერორისტი არ არის, ცოტა უფრო ჩუმი გიჟია, მეკითხავთ. და თავისი დრამა აქვს. თავისი დრამა აქვს, რომელსაც დაუშვათ აი ისე უნდა დაუბრუნდე რა თავთამელაშვილს იმ მიზეზით, რომ ჩვენ თუ ვერ შევდივართ თავთამელაშვილის ტექსტის თავარი პერსონაჟის დრამაში, ჩვენ გვაქვს ეს ეგზოტიკური დამოკიდებულება მაინც, რომ აი ესეთი ადამიანებიც არსებობენ. ანუ ჩვენ თუ მთლიანად ვერ შევდივართ ამ პერსონაჟის ტყავში, ეს დამოკიდებულება მაინც გვაქვს, რომ რა საინტერესოა. რაღაცა, არ ვიცი, Discovery, რაღაც National Geographic, რაღაც, აი რაღაცას რომ აღმოაჩენ, რომ აი ესეთი რაღაცაც არის. აქ ეს შემთხვევა არ არის. მე მგონია, რომ ძალიან ბევრ მკითხველს გაუჩნდა პირიქით, აი რაღაც ცოტა შეშურდა აი ამ თავარი პერსონაჟის ცხოვრებას, კი, რომელიც მოგზაურობს კიდევაც, რომელსაც არ ქონდა მარტივი ბავშვობა, შეიძლება კი არა და წიგნის მიხედვით არ ქონდა, რომელიც ეძებს თავდავიწყებას და პოულობს, მაგრამ ისევე რა როგორც თვითონ, მაგრამ ეს სამყარო მაინც არის რაღაცა შინაგანად ნერვიული და გარეგნულად სტაბილური. აი სწორედ ამ მიზეზების გამო ეს წიგნი გახდა თავის დროზე ბესტსელერი. შემდეგ მე როცა დავსვი, ხა მე არ ვიცი დღეს ამ წიგნს რამდენად კითხულობს ხალხი. წარმოდგენა არ მაქვს, სხვათა შორის არ დავინტერესებულ ვარ და არ არის ეს ხა ჩემი კვლევის საგანი და სხვათა შორის საინტერესოც კი იქნებოდა, რომ დაუშვათ წავაკითხოთ, ვისაც არ აქვს ეს წიგნი წაკითხული ახალი თაობის ადამიანებს და როგორი პოზიცია ექნებათ, იმიტომ რომ ის რაც მაშინ სიახლე იყო ცხოვრების ეს წესი. დღეს უკვე ძალიან ჩვეულებრივიც კი გახდა. იმიტომ რომ ამ ტიპის ადამიანები გინდა არ გინდა დრომ თავისი ქნა და გამრავლდა. ანუ ამ წიგნს ჩამოაკლდა უпростоრეთ პერსონაჟის მდგომარეობას მოაკლდა როგორ არის ეს წყინვალება. მაშინ თუ აი ეს ვიღაცას ანუ მაშინ შეიძლება ეს ადამიანებს მოჩვენებოდათ რომ ეს ახლად წარმოქმნილი რაღაცა კლასი
გვდიდრებით და წინვალება და რაღაც, იმიტომ რომ უშუქობიდან ვიყავით 5 წუთის გამოსულები. დღეს ესე აღარ არის და შეიძლება ეს პერსონაჟი ახლა მე ზუსტად ამ მიზეზების გამო არ წავიკითხე, იმიტომ რომ ის პირველი წაკითხვის ის მინდოდა რა მქონოდა ჩემ თავში და ეს ეფექტი. როგორ აღვიქვი მაშინ. ანუ რომ ვიღაცებს აქვს დალაგებული ცხოვრება, რომელიც თურმე ირკვევა, რომ შინაგანად არ არის დალაგებული. და დღეს უკვე საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ ესეც ბევრი ადამიანია, უკვე ბევრი ადამიანი მოგზაურობს, უკვე ყველაფერი ნახა და საინტერესო იქნებოდა, როცა ეს ტექსტს მოაკლდებოდა ეს გარეგნული სტაბილურობის შარმი და ბრწყინვალება, დაგვრჩებოდა აქედან ჩვენ თუ არა, როგორ არის ბურჟუაზიის მოგზალებული ხიბლი. თუ არ დაგვრჩებოდა.